გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR White-ს. ჯერ პირველ რიგში გაიწესო. ესენა დავყარო აქეთ. აი ესენი სათამაშო არ არის, გაიწია. ორაპები ხატა ის. იმედია გათხაზეთ სამეხმარები. ჩხიკვე. წესით უნდა ხედავდეთ. ეს მამრია. აბა მეგობრებო, კომენტარებში მაინც დაწერეთ, ვინც ნახეთ ჩემი ქიმერას და ლუკას ვიდეო, რაც გასულ შაბათს დავდე. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო. თავიდან მე ვფიქრობდი, რომ შეიძლება ცხოველი იყო რა, მაგრამ აშკარაა, რომ ისეთი ნაბიჯები იყო მძიმე და თან აშკარაა, რომ ვიღაც მოდიოდა და გასტროლის ხომ რო გაიგო. განაცხოველივით დაფრთხა და გაიქცა ან რამე გაჩუმდა. აი ცოტა უცნაური სიტუაცია იყო რა, მაგიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი. აქაურობასაც შეეხება, კაი დიდი თხრა და მუშაობა მომიწევს. უფრო თხრაზე რა. აწყობაზე დიდად არ ამგონია. აწყობა უფრო გასართობიცაა და თხრა თუ გასართობია არ ვიცი, ჩემთვის პირადად არ არის. ერთ-ერთი რამ რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, არის მიწის თხრა. მე ამას როცა დავასრულებ, აქ პატარა კიბეებივით ჩავჭრი მიწას, რომ აქ შარშან წვიმების დროს რომ მოსულ ვარ, ისეთი ტალახი იყო, აი ეს ძლივს ამოდიოდი ხოლმე, მანქანა როა აღამრცე რო ადის და რო გორდება, აი ეგრე მიყავი ზუსტად. და თიხა მიწა აქ. აქ დავყრი, რომ შემაღლდება თან ეს ადგილი. აქ ყოფილა. აი ესე დიდი ქვები თუ გაეძრება, ამოიღებ ქვას და უკვე დიდი ადგილი თავისუფალი რჩება. თხრას ამცირებ რა. უბრალოდ ამით რაღაც დიდი რაღაცის გათხრა არის ცოტა არ იყოს და მაიმუნობა რა, წვალება. მაგრამ ამ ტყესთან მანქანა ახლოს ფიზიკურად საერთოდ ვერ მოდის. აქამდე ხო საშინელი გზებია, სულ აი ასეთ გზებზე დავდივარ მანქანით. მე სადღაც ესეთ აღმართზე ვაჩერებდი, იქიდან მოვდივარ და დიდი ბარგით იარაღით, სალკე მერე ბარის და წერაქვის და ეგეთი რაღაცების თრევა ძალიან ისეთი იქნება მოუხერხებელი. თან აი შემოსასვლელში აქ ეხა ცოტა სივრცეა რა, შემოსასვლელში ძალიან ვიწრო ტყეა, სულ ესე დავძვრები ტოტებში. სპეციალურად შევარჩიე ეგეთი ადგილი რა. არც ადამიანის კვალი მინახავს აქ, არც ნაგავი არაფერი.
ამით კი უფრო რთულია და უფრო დიდ დროს წაიღებს, მაგრამ სამაგიეროდ რაც იქნება გავაკეთებ ეს რაც არის აქ, ესეც ხომ მაგით გავთხარ. დღეს თითქოს ცხელა. მეგობრებო, კიდე გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში, რისი ნახვა გსურთ, რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად, იდეები რომ მომაწოდოთ. მე კი მაქვს იდეები, ყოველთვის იდეა რაც მომდის ვიწერ ხოლმე, კარგად გეგმავ და რაღაც. ზოგი ვიდეო საერთოდ დაუგეგმავთ, მანქანას ჩავჯდები, დავქოქავ, მივდივარ და მერე ვიფიქრებ ყველაფერს, რასაც წავედი და რა გავაკეთო. მაგრამ თქვენც მეგობრებო, თქვენს გამიზიარეთ იდეები და რაც მომეწონება და ჩემთვის შესაძლებელი იქნება რომ გავაკეთო, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ. ტაისონმა უკვე ახალი სორო იპოვა. წინაზე ხო ზემოთ ხრიდა, ახლა აქ არის. კაი ხანია თხრის. მოკლედ მე ამას გავაგრძელებ. რაც იქნება რა. წყალი დაულიო ერთი ცოტა. ესეც დაიმახსოვრეთ, რომ ვიდეოებს და ყოველთვის 4 შაბათს და შაბათს ნახოთ, თუ ისეთი სიტუაცია მექნება და მეტად მეცალა, რომ უფრო დიდი დრო მქონდეს, 4 შაბათი და რომელიღაც დღეს ჩავსვავ კიდე და იმ დღესაც დავდებ ხოლმე ვიდეოებს. ანუ კვირაში 3ჯერ. ძალიან სერიოზული აქტიურობა გამომივა. და ნახოთ, აბა მეგობრებო, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ 4 შაბათი 100%-იანი არის, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და არ მცალია ხოლმე, მაშინ ავდებ რომელიმე დღეს თორე ისე ყოველთვის დავდებ. დიდი ქვები ამოდის. ბუხრისთვისაც გამომადგება მერე. და თან ადგის მართლა იმაშება რა. საქმეს მიმარტივებს. ეს დიდი ქოჩას. მიდი და დამეხმარე, უფრო ჩქარა გავაკეთებთ საქმეს. მიდი. მეგობრებო, გახსოვთ წინაზე რო გეუბნებოდით, იქით რაღაც დათის თქო რა. იგივე ხმა. აშკარად ძიმენა ბიჯებია და მაინტერესებს რა ცხოველია. ხო შეიძლება საერთოდ გაშვებული ცხენი იყოს. მაინც იარაღია ვიღე რა იცი რა. წავალ და ვნახო. აი აქედან არის. ხევა იქით. რა ცხენი იყოს ვითომ? გაჩერდა. ცხენი ესე არ გაჩერდებოდა.
აუ არ ვიცი მართლა თუ გესმოდათ საერთოდ რა მაგრამ ხეოდა და რაღაც დადიოდა წინაზე ზუსტად ეგ იყო მაინტერესებს უბრალოდ რა ცხოველია ვერაფერი ნახე მეგობრებო ერთი რაც არის ეს შინდის ხე არის ძირსაწყლია ცოტა ეს სხვა ვერაფერი თავჯერ ამ შინძე იყო რამე მოსული თანა მან დამაეჭვა ცოტა რა ის რო არის თითქოს რაღაც გადათელილია ბალახიო აი შევედი მე შინდის ხეებიც იქ არის რამდენიმე იქითაც რავი რა არის მაგრამ აშკარაა რომ მოვედი აღარ არის არაფერი ორი ტყვია ჩავდა წეღა მე თქვი რა იცი რა ხდება თქო არ დამჭირდა საბედნიეროდ მაგრამ არ ვიცი ვარაუდი არ მაქვს რა შეიძლება ყოფილიყო აქ ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი უკვე და ეგეთი ძიმე ნაბიჯები არასდროს გამიგია მხოლოდ ტურების და მელიების ესე პატარა სირბილი და ისო მომაყარა ყველაფერი დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში თქვენი აზრი რა შეიძლება ყოფილიყო რა ცხოველი ცხენი არ იყო გამოირიცხა რა ჯერ ცხენს ისეთი ძიმე სირბილი აქვს სულო ტაისონს და მეგვირბინა და გვეხმაო რომ მაინც გავიგებდი რა დავინახავდი კიდეც იმდენ ცხენს სხვა რაღაც იყო ესე იგი საქონელი კი ნახდად არ შემინიშნავს აქეთ საქონელი აი ბევრად ქვემოთ რამდენი კილომეტრით ქვემოთ კონი ცოტაც რო დავამატო სადღაც ეს სიღრმე ანუ ერთი ბარის ჩარჭობის სიღრმე რო დავამატო კონი საკმარისი იქნება იმიტომ რომ გამართულად ვზივარ თან ეს კედელიც უნდა მოვაკლო რაც სიმაღლეს უფრო გაზრდის და გადახურვას რაც შეეხება მე ტოტები მინდა გავუშვა ესე ასე კი არა ესე რა ეს სითხე და რაღაც რაც დაგროვდება გავა იქით და იქით მიწას შეიწოვება ამ გონია რომ კარგად წავიდა რა უბრალოდ აი ეს მხარე უნდა გავაფართოო უფრო შევიდე შიგნით იცი რატო რო წამოვწვე ფეხებს კარგად ვერ გავშლი მოკლეა აგრადაცხა რა კაია წყალი კი მაქვს ბლომად წამოღებული ჩანთაში რასაც ხედავს მარტო მაქვს წყალი სულ ორი მათარა ისიც ალკე ბოთლითაც მაქვს ბოთლებით უბრალოდ კარდარა და იზის ლობიო მაქვს და გერკულეს მეტი არაფერი არც ნაჯახი არაფერი დანას მარტო ვიქტორინოქსის დანა წამოვიღე იმ შემთხვევაში რომ დამჭირვებოდა თორე დღეს მარტო სათხილად წამოვედი რა აი დიდ მიწას რასაც ვიღებ ბარი აქ რო დავაქცევ ტაისონი იღებს და ჩააქვემოთ მე შლის მეგობრებო თხრის ძირითად ნაწილს არ ვიღებ იმიტომ რომ აი რაღაცის შენება კიდე ხო ძალიან საინტერესო და გასართობია პირადად მე მიყვარს მაგრად ყურება მაგრამ რო დაძლე და უყურო კაცი როგორ თხრის მიწას მოსაწყენია ამიტომ ბევრს არ ვიღებ თითქმის 4 საათია რაც ვთხრი ან 3 და ძირითად ნაწილს არ ვიღებ ახლაც გავთიშავ და სხვა დროს ჩაგერთვებით ეს არის კოლოპენდრა ტყის რომელიც მიწაში იყო არ დავაზიანო გავუშვებ იქით აქ იმალება ჩხიკვო
დედამიწაზე არის სულ რამდენიმე არსება, რასაც შეუძლია ადამიანივით საუბარი. თუთიყუში, ყავს შეუძლია იგივე რაღაც გაიმეოროს, ყორანს. ერთ-ერთი არის ჩხიყვი. საკმაოდ ჭკვიანი ფრინველია, მაგრად იწვრთნება და გაწვრთნის გარეშეც ესე ტყეში საკმაოდ ისეთია რა, გაკვირდება ხშირად მოფრინავს. მოფრინდება, დაჯდება შენს თავზე, გაკვირდება რაღაცებს, ბოდიალობს თავის ენაზე. შეიძლება საჭმელიც მოგპაროს, მაგარი არსებები არიან. დღეს ცეცხლს არ დავანთებთ, გვიფიქრე. დრო რო დავზოღო რა. ამიტომ ეს წამოვიხე. Цвета еще. Цхелия. Цвистай. ესეც იზის ლობია. მომეტება ხოლმე უნდა ცოტაც. აუ რა კაი სუნელი დატრიალდა რა. ასეთ კაი საჭმის ტყეში არაფერი არ ჯობია. ჩხიუქს ბომბულიც რა ლამაზი აქვს, ნახეთ. ბომბული დამიტოვა წერან. ესეთ ბომბულები აქვს ქოჩორში, ფრთებზე, კუდზე, ძალიან ლამაზი ბომბული აქვს, ნახეთ. როგორი იდეალური არის. სანამ საჭმელი მომზადდება 3-4 წუთი უნდა მაინც იზისლობიოს, მანამდე მინდა გითხრათ ფეთჰაბის შესახებ. ფეთჰაბ წერტილი G გადახვათ საიტზე, სადაც შეგეძლიათ შეეძინოთ აი ასეთი რაღაც არის სხვადასხვა ფერებში და შეგეძლიათ თქვენი შინაური ცხოველის ფოტოც დაატანოთ ზედ. და რაში მდგომარეობს ფეთჰაბის არსი საერთოდ. ვისაც ყავთ ძაღლები, განსაკუთრებით ძაღლებს ეხება ეს. და ნუ გეშინიათ რომ არ დაკარგოთ, ან ყოველი შემთხვევისთვის გქონდეთ, რა იცით რა ხდება, ხო? ტაისონი ისე მიჯერებს, ამის დაკარგვის შანსი არ არის, მაგრამ მაინც უკეთია. ეს თაგი ღირს 35 ლარი, საკმაოდ იაფია ჩემი აზრით ასეთი რაღაცისთვის. ზედ აქვს QR კოდი, სადაც შეყვანილი იქნება თქვენი მონაცემები, მისამართი ტელეფონის ნომერი, აბსოლუტურად ყველაფერი და თუ ძაღლს დაკარგავთ და ვიღაც ამ QR კოდს გაატარებს, თქვენ შეძლებთ ნახოთ, სად გაატარეს ეს QR კოდი და თქვენი შინაური ცხოველი მარტივადვე იპოვოთ. რა კარგად გამოიყურება. ნაგაჩვენოთ. ნახეთ რა კარგად გამოიყურება. ესე ჩემი ერთი კვების 400 კალორია. აუ, მაგარი ცხელია. წყალი ცოტა ბევრი მომივიდა, მაგრამ არა უშავს. წვნიანი ლობიო იქნება. ხაზე უარესი ყოველთვის ის არის, რასაც გათხრი მაგის გატანა. 9 მორჩა. ამასობაში მოსაღამო და შეიძლება იწვიმოს კიდეც. ახლა პირდაპირ მომემზადები და წავალ. აი. სუსტად იდაყვამდე. კი ვფიქრობდი მაგდენი შეიძლება არც დასჭირდეს თქო, მაგრამ ვარენ გავთხარი, აი შემდეგში, როცა გავაკეთებ და გადავხურავ, რომ დავჯდები. ვიქნები აი თავისუფლად. წინაზე აი ესე ვიჯექი ხოლმე აი. თავისუფლად ვიჯდები. წინაც მეტი ადგილი მექნება ჩანთის დასადებად. აქ ცეცხლი დასაწოროდაც კარგი ადგილია. შეიძლება მაინც სხვა დროს აი ეს აქ ესე ხო მომგვარებული. აი აქ ესე კუთხესავით გავაკეთო რა, რომ მეტი ადგილი გამოჩნდეს.
მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. კარგი გამოვიდა დღეს, რაც გამოვიდა. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ხო, მანამდე. რამე იდეების დაწერეთ მეგობრებო, რაც გინდათ რომ ნახოთ. აბა, მაგრად მეგობრებო, თქვენ უყურებდით BBR Wiles.